საღამოში დობისა ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო, რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ტრადიციულად ობიექტივის ეთერიდან. ოთხშაბათ საღამოს მე და ბატონი ოთარი და სასაუბრო თემა დღეს ძირითადი რაც იქნება ეს არის არჩევნები. არჩევნები რომელიც კარზეა მომდგარი, არჩევნები რომელიც თითქოს პოლიტიკური ინტრიგისგან განთავისუფლებულია, იმიტომ რომ რაღა ჯგუფი მე ვთვლი მარგინალური ჯგუფი არის აბსოლუტურ ბოიკოტში სახელმწიფოსთან და არა არჩევნებთან. ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ის და არც ხელისუფლებასთან ვთვლი რომ სახელმწიფოსთან არიან ბოიკოტში. ეს არანაირად სწორად არ მიგვაჩნია და ვთვლით რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, არათუ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად ბევრი ხმა ავიღოთ. ეხლა ბატონი ოთარი ჩვენი მერობის კანდიდატი არის, თბილისის მერობის კანდიდატი. თავის ღირსებით, თავის წარსულით, თავის ოჯახის შვილობით, არ ვიცი რა ჩამოთვალო, თავის განათლებით რა ძამდა და თავის პატიოსნებით რა ეს ყველაფერი ის კრებული არის, რომელიც ალბათ ამ ქალაქს ძალიან დაამშვენებდა, აი ძალიან კიდევ იძახი. მეც ათეულის წევრი ვარ, ქალაქის საკრებულოსში კანდიდატობის ათეულის წევრი ვარ და მიგვაჩნია რომ რაც მე თქმას მივიღებთ და ეხლა ვიტყვი რატომ მით უფრო წაადგება თბილისს და ძალიან მარტივად ავხსნია. ეხლა მაგალითად რამდენიმე კანდიდატი, ქართული ოცნების კანდიდატი, რომელიც უპირობო ფავორიტია, ეხლა ილუზიებს არ ვქნი, არის გადასარევი ადამიანი რა, შემიძლია ვთქვა რომ ვთქვათ მიქაუტაძეა ძალიან კაი ადამიანია, პატიოსანი ადამიანია, ზურა აბაშიძეა, რომელზეც აი დადებით ისმეთ მე არ მიბრუნდება რა, მახსოვს ის ვეტერანებს გვიბრახუნებდნენ. ერთ-ერთი პოლიტიკოსი ეხა ირმაზ და დაცვე არ ვლაპარაკობდა კიდე რამდენიმე ჩვენ და იგივე ბათიაშვილი რამდენიმე ჩვენ მეგობარზე. მოვიდა ზურას გაუხიეს ცხვირპირი ისეთ ცემეს. ანუ ზურა ის ადამიანია, რომელიც ყველა დროში ეხლა ამიტომ ჩვენ არავის ომს არ უცხადებთ, არავის თითის ჩვენებით და ბატონმა ოთარმა პირველივე დღეს მერობის კანდიდატმა განაცხადა, მე არ ვაპირებ არავის ლანძღვას. მე ვაპირებ იმეებზე საუბარს, რას გავაკეთებთ მოსვლის შემთხვევაში. ეხლა მე დადებით სმეთი ჯერ არაფერი არ მეთქვია, ხო, ქართული ოცნების რამდენიმე ყველაზე ლამაზი დეპუტატები ჩამოთვლილი, ჩემის აზრით რა, თავის ცხოვრების წესით და საქციელით. მაგრამ რის თქმა მინდა, ეს დეპუტატები მიუხედავად და ესაც მათი პატიოსნების ნაწილია, ისინი ვერასოდეს ვერ აიღებენ იმ გუნდური პრინციპიდან თავის თავზე იმ ტვირთს, რასაც ჩვენ არა, იმიტომ რომ მათ რაღაც ვალდებულებები აქვთ, ისინი გუნდის წევრები არიან და ჩვენ არანაირი ვალდებულება არ აქვს მართველი პარტიისადმი და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ ის საკითხები, რომელიც ბევრ შემსყიდველებს და ბევრ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციებს არ მოეწონებათ, რომლებიც შემომწირებენ, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს იმად და ეს ბევრ ქართული ოცნების წესიერმა ხალხმა იციან ეს, რომ ეს ქვეყნისთვის დამღუპველია ეს ტენდერ თუ ხუცესები რო ყავს ამ ქვეყანას, ზოგი გარბისთან ეხლა რაღაც ქართულ ზოგი დამალულია, ზოგი დაიჭირეს. დღეს ძალიან ბევრი დაჭერა იყო ამ ტენდერებთან დაკავშირებით, იყო დაკავებები. პირდაპირ ვიზახი რა, ჩვენ ამ ვალდებულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალი ვართ. აბსოლუტურად და არავის წინაშე ვალდებულება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის დავაყენებთ იმ საკითხებს, რომელიც ამ ქალაქს წაადგება. ჩვენ შევძლებთ რომ დავარტყათ, პირდაპირ ვიძახი რა, ეხა ზოგი ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობას რომელიღაც რაიონიდან და დგას და ნატოზე და იმაზე საუბრობს, ხო, რაღაც ევროკავშირის გაერთიანებაზე და კოსმოსურ სივრცეებზე, ხო? არა ეხა ეგეთ სისულელებზე არ მივდივართ, ის რაც ადგილობრივი არჩევნების შედეგ ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ სააფთიაქო მაფიას ქალაქის ფარგლებში. ეს იქნება აი უდიდესი გარღვევა. რასაც თქვა კალაძე ვერ გააკეთებს, იმიტომ კი არა რომ კალაძის პირადი ინტერესია. გუნდური თემაა რომ ის სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელსაც მონოპოლი აქვს და 500%-იან მოგებაზე მუშაობენ, ხო? არიან ქართული ოცნების შემომწირველები, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ საკითხი, რომ მუნიციპალური აფთიაქები გავხსნათ, რომელიც უცბად დააგდებს აფთიაქის ფასებს, იმიტომ რომ მუნიციპალური აფთიაქს ვალდებულებას დაუწესებთ, რომ მხოლოდ 5-10%-იან მოგებაზე, ანუ თავის ხარჯების ამოქაჩვას და მცირედ მოგებაზე იმუშაონ და პენსიონერები რაც არ უნდა უმატოთ პენსია არ ძარცონ, იმიტომ რომ რა თქმა ხა პენსიონერი 14 ლარი იყო, მგონი შევარნაძის და 300 ლარი ხა. რამე შეიცვალა უკეთესობისკენ, წამალი ისევ იგივე 14 ლარი და ეხლა ის 300 ლარი ის წამალი, ხო? პარალელურად ესენი ზდიან და ზდიან ფასებს და აი წარმოუდგენელ მილიარდებში არიან გასული. ხა ზოგონია ამ ქვეყანაში მარტო ბიზინა ივანიშვილია მილიარდერი.
უკვე რამდენიმე მილიარდერია, რაც რის ხარჯზე ამ პენსიონი, ამ გაჭირებული ხალხის ხარჯზე, ამ კორპორაციების ხარჯზე. ეხლა ყველაფერს ვერ შევთვლით, რა თქმა უნდა, საკრებულოდან გამომდინარე, მაგრამ საკრებულოდან რის საშუალებაც გვეძლება, მე კიდევ ვთქვი, სააფთიაქო მაფია შეგვიძლია თბილისის მასშტაბით დავარტყათ. და დამჯერეთ მე ყველა სხვა ქალაქიც მობაძავს თბილისი მაინც იმის. ჩვენ ცოტა უცნაური ქვეყანა ვართ, ეხლა თავკომბალა ისა გვაქვს უზარმაზარი დედაქალაქი და ნახევარი საქართველოს ეს შეადგენს და დანარჩენი საქართველო, ხო? იმდენად მაგალითს მიცემია ამ მუნიციპალური აფთიაქების გახსნით კიდევ ვიძახი. კალაძე ანაბიჯს ვერ გადადგავს, მაგრამ როდესაც მას ძლავრი ოპოზიცია ეყოლება იმ საკრებულოში, როდესაც ის დადგება ეს საკითხი, როდესაც ამორჩეველი მოისმენსო, თურმე ჩვენ გვინდა რომ პენსიონერმა აღარ იტანჯოს და თავის მთელი პენსია აფთიაქში არ მიიტანოს და პენსიიდან მხოლოდ 100 ლარი მიიტანოს და 200 დარჩეს თქვა საკვებად, ხო? ამასო დაინახავს უკვე ვეღარ დაიხევენ უკან და მე კიდევ ამბობ, მათ გუნდურობის პრინციპი არ აძლევს ამის საშუალებას. კიდევ არ ვანძღავ არავის კორუმპირებულს არ ვეძახი, მაგრამ ამბობ, არსებობს რაღაცები ურთიერთვალდებულებები და ამისგან მე ვთვლი რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქართული ოცნების წევრებს და უნდა შევითავსოთ და გვერდზე დაუდგეთ ერთმანეთს, აი მართლა გასაგებ რაღაცას ვიძახი. მე იმედი მაქვს ის სხვა პარტიებიც, რომელიც მონაწილეობენ, ხო? სისხორცეულად რომ ეხლა ვერავინ ვერ დაგვაბრავს რომ გიჩნდა რამე ნაცისაური კავშირი გვაქვს, ხო? აბსოლუტურად, ხო? დარწმუნებული ვარ ამაზე წამოყვებიან და კონსერვატორები ამაზე წამოყვებიან. დარწმუნებულია ლელო გახარია ამაზე წამოყვება. აი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს იმდენად თანახმოვართ ინიციატივა მათ დაუთმოთ, რომ იმდენად პოპულისტური იდეა, ოღონდ პოპულარული და განხორციელებადი რომ ვინმე გაბედავს ამაზე უარ სიტყვის. ოღონდ ამის მთქმელი ხო საკრებულოში თუ ერთი პარტია იქნა, არავინ არ იქნება და ამიტომ და მთავარი მუქარა რომ ჩვენ თუ ხმას არ მოგცემთ ნაციონალები მოვლენ არ მუშაობს ამ შემთხვევაში უბრალო მიზეზის გამო. არ მონაწილეობენ ნაციონალები. ანუ ნუღაში გაშინებენ ბევრი ჩვენი ამორჩეველი ზუსტად ვიცი რომ ისე დააჟირეს რომ აი კი კაია პატრიოტთა ალიანსი მართლა პარტიის წევრები და მაგრამ ეხლა ეგენი ვერ გადიან და ხმა იკარგება და ნაციონალები მოდიან. ამ შემთხვევაში ეს აღარ ხდება. უბრალო მათემატიკა, აი ქართული მათემატიკა, დედამიწაზე მათემატიკაზე ზუსტი მეცნიერება არ არსებობს რა. ყოველი ხმა არაფერი არ აკლდება ქართულ ოცნებას თუ არ წაადგა ქვეყანას ჩვენთვის მოცემული ხმა. კიდევ ვიძახი. ანუ ის ბუა მოდის ამ შემთხვევაში რეალურად აღარ არის. ბუა სიაში არ წერია. ბუას გარეშეა ეს არჩევნები, რამდენადაც ვიცი, ხო? თან ერთი კი არა, რამდენი ბუას გარეშეა რა. თავარი ბუა ვინც იყო? თან ეს ბუები ძალიან უცნაურად იქცებიან, არ ვიცი 4-ში რას აპირებენ, მართლა არ ვიცი, მაგრამ ერთმანეთს ასწრებენ რომ პასუხისმგებლობა არა იყო და ციხეში იჯდეს სულ ყველა. ყველაფერს მალე ანუ ვიტრინების ჩალიწვას დაიწყებენ რომ იპოლიტე ხუჭიას უნდა ციხეში მოხდეს ქართულ ფილმში. ბოდიშ თქვენ გელიციკდნენ, მალე ეს დაიწყებენ ალბათ რა, რომ არ გამიკვირდება რომ ვიტრინები ჩატეხონ რომ ციხეში მოხდეს. არ ვიცი რა უბედურებას აპირებენ. კონსტრუქციულად ჯამთელად ვისაუბრე. ოთარ, აი ახლა ვაძლევ ჩვენი მერობის კანდიდატს და კიდევ ამბობ ღირსეულ ქართულ ადამიანს, რომელსაც რა ვიცი, ეხა ჩემი ნება რო იყოს, საერთოდ არჩევითი არ უნდა იყოს არჩევნები და პირდაპირ დავნიშნავთ თბილისის მერად, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის, ეს ყველაფერს ხმები გადაწყვეტავს და არჩევნები გადაწყვეტავს, თუმცა ბატონი ოთარი არ ვიცი ხა უცხო არ არის უკვე ჩვენი მსმენელისთვის, არა მარტო ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის და ბატონ ოთარს მოусვინოთ. აი რა ბატონ ოთარ, პერსპექტივები, შესაძლებლობები და რატო უნდა 8 ნომერი და არა სხვა? მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, მართლა ძალიან საინტერესო შესავალი ქონდა, პრინციპში მოიცავი ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს და მართლაც იმათაც, ვინც რაღაც ძალის გამოყენებით აპირებს ხელისუფლების ცვლილებებს, ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენ ხალხს, რომ 4 ოქტომბერი ეხება ყველა ადამიანს, ვინც გამოსავალს მართლაც რაღაც სამართლებრივ და დემოკრატიული ჩარჩოებში ხედავს ცვლილებებს და არა რაღაც ძალის გამოყენებით და რაღაც, არ ვიცი, იმ განცხადებებით, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეები და ბოლო თვეებია ვისმენთ, რომ ეს ხალხი რატომღაც სხვა გზას ვერ ხედავს. ჩვენ პირიქით, ჩვენი ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად სამართლიანად ჩავატარებიოთ ეს არჩევნები, არ მოვატყუებიოთ ჩვენი ამომრჩევლები, არ გავაყალბებიოთ არჩევნები. ძალიან რთულია ეს, მაგრამ ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. მე რა ვიცი, ასე ვფიქრობ, მართლაც გაუსაძლისი პირობებია, მართლაც აუცილებელია ხა ადგილებზე
თუნდაც ადგილობრივ დონეზე იყოს შესამჩნევი ცვლილებები, ჩვენ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ არჩევნებიდან ნამდვილად არ ველოდებით, იმიტომ რომ თუ გაიმარჯვა ოპოზიციურმა კანდიდატმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვაგან მათ აუცილებლად მოუწევთ ქართულ ოცნებასთან საუბარი, ურთიერთობის დალაგება და როგორ უნდა წარიმართოს ამა თუ იმ ქალაქის ცხოვრება ქართულ ოცნებასთან ერთად ჯერჯერობით საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ეს არის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ვიყოთ ხიზლად, ვიყოთ მობილიზებული და ყველამ ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ ბევრი რამ ადგილობრივ დონეზე, უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში არჩევნებზე. ეხლა დაუბრუნდით, ჩვენ ვიყავით რამოდენიმე ჯგუფი გასული გლდანში, სადაც ბუკლეტებს ვარიგებდით. მართლაც ხალხი არის უმძიმეს დღეში, რაც იქ ვნახე, ყველაფერი რომ მოუწესრიგებელია, იმიტომ რომ დღეს ვხედავთ შედარებით წესრიგს ცენტრალურ უბნებში, საბურთალოზე და ვაკეში. თქვენ თუ გახვალთ აი პერიფერიებში, რომ ვნახოთ რა ხდება მაგალითად მეტროებთან, ავტობუსის გაჩერებებთან, რომ პარკირების პრობლემაა ძალიან სერიოზული, ესე იგი 1 საათი ვეძებდით, სად გაგვეჩერებია მანქანები. პარკირების შესაძლებლობა იქ არ არის, ვიწრო ტროტუარებია, როგორ დადის ამ ხელად ნაკადი, რომელიც მეტროდან გამოდის, გარე ვაჭრობა, პირდაპირ მეტრო შესასვლელებთან კიდია ტანსაცმლები, ეს ვერ მოუწესრიგებია ხელისუფლებას, ამაზე უნდა იფიქრონ, ხო? და არა იმაზე, როგორ ვინ გალახონ, ვინ დაასახიჩრონ, როგორ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად, რა უბედურებაა ეს, ხალხს აქვს უამრავი პრობლემა და ესენი არ მორჩნენ კინკლაობას და დაპირისპირებას გარეთ. არ შეიძლება ამის გაკეთება და ჩვენ ვამბობთ ყოველთვის ამას, ასევე იმ აფთიაქებზე რომ საუბრობ მართლაც, არ ვიცი, გაუსაძლისი პირობებია, ის ხალხი რაც ვნახეთ, ჩვენ დღეს შევხვდით ძალიან ბევრს ვესაუბრეთ ამ თემაზეც, რა თქმა უნდა, მართლაც შეუძლებელია დღეს აფთიაქში შეიძინო ყველა ის წამალი, რომელიც ასაკოვან ადამიანს სჭირდება, მაგალითად, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია მუნიციპალური აფთიაქი არსებობდეს, მუნიციპალური საავადმყოფო არსებობდეს, გარდა იმისა, რომ მუნიციპალური ბინადმშენებლობა უნდა არსებობდეს და ამაზე ქონდა ჩვენ ადრე საუბარი, მაგრამ რაც აფთიაქს ეხება მართლაც, ისე არიან ამ აფთიაქების მფლობელები და ამ ქსელების მფლობელების ცინიზმი და თავხედობა უკვე მათ არც საზღვარი აქვს და არც ზომიერების გზნობა, იმიტომ რომ ეთყობა ხელისუფლებაც აძლევს ამას, ამათ უფლებას, რომ აქ შემოტანილ აფთიაქს, წამალს, მედიკამენტს 200-300% დაარიცხონ და ის მედიკამენტი, რომელიც თურქეთში შეიძლება ადამიანმა შეიძინოს 5 ლარად, აქ შეიძლება 70-ად 80 ლარად. ეს არის არ ვიცი როგორი დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან. ამიტომ მუნიციპალურ აფთიაქებს ხალხს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალურ აფთიაქს თუ სოციალურად დაუცველია, თუ სოციალურ შემწეობას იღებს, თუ საარსებო შემწეობას იღებს, ასეთ ადამიანებს პირველადი მოხმარების, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სახლში კონდეს ის მედიკამენტები, იქნება აუცილებლად უფასოდ და დარჩენი მედიკამენტი, რომელიც გაიყიდება, მაგალითად ისეთი, როგორც საუბრობთ ახლა, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არის ასეთი იაფი, სწორედ აი ამ ფასებში იქნება ის მედიკამენტი, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის და სხვა გზა არ აგვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ქვეყანაში ვხედავთ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არ მუშაობს, კონკურენციის სამსახური არ მუშაობს, რომელიც უნდა არეგულირებდეს ამ ფასებს, არა მხოლოდ აფთიაქებში, არამედ სუპერმარკეტებში, არამედ ასევე ბენზოგასამართსადგურებზე, იმიტომ რომ მართლაც ფასები უკვე კოსმოსშია ავარდნილი და ამას ვერაფერი ვერ აჩერებს. ამის გაჩერება შეუძლია სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოს გააჩნია ამის პოლიტიკური ნება, მაგრამ ამ ნებას არ იჩენს ეს ხელისუფლება, ვხედავთ, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე უკვე წლებია და ჩვენ აუცილებლად ამ საუბარს საქმედ ვაქცევთ, როცა ჩვენი ხალხის მხარდაჭერა გვექნება. ჩვენ რაც დავპირდით ჩვენ ხალხს, ბატონო ალხას, ჩვენ რა ვიცი, ყოველთვის ჩვენი ხალხის ინტერესებს ვიცავთ და ყოველთვის ჩვენი ხალხის უფლებებს ვიცავთ და არც დავიზარებთ ამ ამბავს მომავალში. ზარია ეთერში და ზარები დიდ ხანია ზარებია. გისმენთ პირდაპირ ეთერში მზადებით. ის თუ შეიძლება ტელევიზორს მოცილდით რა. ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ
კარგად. არა გვიშავს. როდესაც დას ცუდად ისმის რა. აი მე ძალიან ცუდად ისმის რა, წვეტილ დიდი ბოდიში მართლა ეხა აი ცალ-ცალკე თითეული სიტყვა ყოველ მეორე სიტყვა არის. კიდევ სადოს დარეკვა, არ ვიცი. ოთარ სანამ ძალიან ბევრი ზარები იყო, სანამ ჩვენ საუბრობდით რა და ეს ბუნებრივიც არის წინა საარჩევნო პერიოდი, ისედაც არასოდეს ზარები არ გვაკლია და მგონი ერთადერთი ტელევიზია ვართ სადაც რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოსული ზარების არ გვეშინია, იმიტომ რომ ყველგან ეშინიათ რატომღაც ამისი და მართლა არ ვერიდებით ამას. ყველაზე სახალხო ტელევიზია მინდა თქვა და ყველაზე გახსილი და დემოკრატიული არ ხრივ. ოთარ, აი ხა ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ, მე, შენ, პარტიას მთლიანად ნამსჯელი გვაქვს, ხო? დღეს ქალაქი გადატვირთული არის ამ სხვადასხვა მიტანის სერვისის მოტოციკლეტებით, მე პირიქით მოტოციკლეტების მომხრე ვარ, რომ მანქანები მაქსიმალურად ჩანაცვლეს მოტოტრანსპორტით ეს ერთ-ერთი განმუხტვის საშუალებაა, მაგრამ ძირითადად ინდური, პაკისტანური და რაღაც არაბული ქვეყნებიდან, სხვა კიდევ არაბული ქვეყნებიდან გამოსული ადამიანებითაა სავსე ხა. არანაირი რასისტული იმას არ ვაცხადებ, რომ რატო არიან ისინი არა, მოდი რა ჩვეულებრივ ერთადერთი რაც მაქვს საწუხარი, არა ის რომ ის რატო არის საქართველოში, არამედ სხვა მაქვს საწუხარი, ქართველი ახალგაზრდას რატომ არ აქვს დასაქმების საშუალება და რატო უჩენთ ხელოვნურ კონკურენცს, იგივე პაკისტანელების და ინდოელების ხარჯზე, რომლებიც შემოდიან, არ აქვთ არც ერთ ობიექტზე მუშაობის უფლება არ აქვთ, იმიტომ რომ ამას სპეციალური სჭირდება, გინამშენებლობა და რატომღაც რასაც ქალაქის მერია აწესრიგებს, რატომღაც სამუშაო ვიზა არ ჭირდებათ ამ მიტანის სერვისებში და მათ ნელ-ნელა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ისინი რატომ მუშაობენ, მათ შეავიწროვეს ქართველი ახალგაზრდობა, ბევრი მათგანი უბრალოდ ის მოტოციკლეტიც გაყიდა და გაიქცა და საფრანგეთში ჩამარდა და ანუ ხელოვნური დემოგრაფიული შეტევა დავიწყეთ და უბრალო კანონის მიღება ვერ მოხდა. რომ აპატია და ვიღაც ინდოელი რო ჩამოვა და მოტოციკლეტზე დაჯდება, სამუშაო ვიზის უფლება რო გლოვოს და იმას სულ არ აინტერესებს ქართული ეთნო დემოგრაფია. აბსოლუტურად არ აინტერესებს, დამიჯერე იმან თავიანთი ორი კაპიკი ამ ქვეყნიდან გაიტანონ ვალუტა, იმას მეც არაფერზე არ ფიქრობენ. სულ ყველა ესტონური და ფინური და რაღაცა არც ერთი ქართული ორგანიზაცია არ არის სხვათა შორის. არც ერთი. სულ ყველა არის უცხოური ორგანიზაცია. რატო ვერ მოხერხდა ამდენი ხანი ამ მიგრაციის პროცესის დაჩქარების გაჩერება? კიდევ ამბობ, ქვეყანა ახალგაზრდა ბავშვების პატარა გოგოები ზოგი ველოსიპედით ამ სიცხეში ზაფხულში რო უყურებდი, რომ დადიოდნენ და ამხელა ჩანთა მოკიდებული და თურმე ვიღაც ინდოელი პაკისტანელი შემოვა ეს გოგონა შვილი ყავს ზოგს არჩენი, ზოგს მეუღლე ყავს არჩენი, ზოგ ბიჭები არიან, დედას არჩენენ, მამას არჩენენ, სწავლის ფულს აგროვებენ, მართლა ვიძახი რა, მართლა ვიძახი. ისე გულს არ უჩუყებ არავის. და უცბად გამოჩნდა დაბალ ხელფასზე, უფრო დაბალ ხელფასზე თანახმა ვიღაც ტოლვილი, რომელიღაც აზიური სახელმწიფოდან და მან დაიკავა ამის და სამწუხაროდ ეს იმ კომპანიებს აწყობთ, ვინც ამ ხალხს ღებულობს. რა თქმა უნდა, იმ კომპანიებს აწყობთ. ის კომპანია ქართველზე ამბობს უარს, იმიტომ რომ ქართველი შეიძლება 3 ლარზე, 5 ლარზე ნაკლებად არ იმუშაოს ერთ მიტანაზე მაგალითად. ის ინდოელი თანახმა ლარნახევრად ამდენი ხანი ეს და ის პაკისტანელი ვერ მოგვარდა, ამდენი ხანი ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ვაიმე ძალიან ბევრი ზარებია და გაგვიბრაზდებიან მსმენელები. გისმენთ ეთერში ბრძანდებით. ალო გისმენთ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ ალო ისაუბრეთ ნუ რა ვიცი რაღაც კავშირის პრობლემაა სერიოზული ხო და ოთარ კიდე ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ პარტიამ ხო ეხა მართლა თავმოყარე პარტია ვართ თელ საქართველოს მოვიცავით და ყველგან ვიყრით კერძ ხაჭოს მეორე ნაწილს ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება. თელმა რიგმა პარტიებმა არ მინდა თქვა და უბრალოდ ვერ შეძლეს თქვა თბილისი ან ორი ქუთაისი და ბათუმის იქით
ვიღაცა დაეყენებინათ რა. და ნუ აქვს დიდი ამბიციები აქვს რა და მე მაინც ვთვლი რომ საქართველოს არა მხოლოდ კანდიდატები კომისიებში ვერ პოულობენ წევრებს და ჩვენ წავართ კომისიები ჩვენ წავ და იყიდება კომისიები და რაღაცები ნუ ეხა რატოღაც მათზე მოარგავ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ ყოფილიყო სულიად უკანონოდ წაგვართო კომისიის წევრები მეოთხე წელია პასუხი არა გვაქვს ამას შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ მან ტყუილი დასკვნა არ დადო და საკონსტიტუციო სასამართლოს სამარცხვინოდ უნდა ითქვა, მან საერთოდ არ დადო დასკვნა, იმიტომ რომ ტყუილის დადება არ უნდა. არ უნდა, სწორია. და ის რომ ჩვენ კომისია გვეკუთვნის, ამას ვერ ამბობენ. ანუ ისინი ტყუილს არ კადრულობენ, ოღონდ საერთოდ პასუხს არ ამბობენ. და ეს ძალიან, აი ხა შემოუშვა ზარი და თუ ეხაც ვერ შემოვიდა, დღეს ზარი აღარ გვიდა. გისმენთ? ისაუბრეთ როგორ ტელევიზორს მოცილდით. ნუ აი აშკარად ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს დღეს არ ვიცი რატო რა. და ძალიან ბევრი ზარებია ეთყობა ერთმანეთს უშლიან თუ რა არ ვიცი ხა რაშია საქმე, მაგრამ ნუ ესე რომ აბდეს დაერეკოს და ერთით ვერ ვესაუბროს, არ ვიცი, არ გქონია ესეთ. ოთარ გავაგზავნოთ ახლა რა. მოდი ესე ვთქვათ რა, სასკოლო მიდგომა, საბავშვო ბაღებისადმი მიდგომა და ეს ქალაქს თბილისს როგორც აი თბილისის მერობის კანდიდატი, ვიცი კვებაზე მქონდა ჩვენი შეხედულება, იგივე სასკოლო კვებაზე იყო, იგივე საბავშვო ბაღის კვებაზე იყო. მე არ ვლაპარაკობ კერძოებზე და რაღაც დიდრულ დაწესებულებებზე ვლაპარაკობ, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაზე, საჯარო ბაღზე. აი რა ვიცი რა რას ფიქრობ? იქაც ბევრი პრობლემაა, სხვა შორის ამ დღეებში დამიკავშირდნენ მეგობრები ეს 116 სკოლაში, ეხა გადაწყვიტა ხელისუფლებამ რომ უნდა გაარემონტოს. როგორია 1200 ბავშვი სწავლობს დიდუბეში ეს სკოლა. უი, რო ინგრევა, ისა და სკოლას უკეტავენ და ბავშვი სკოლას კეტავენ და ესე იგი ეხლა უკვე სასწავლო პროცესი არის დაწყებული 15 რიცხვში და ეხა გაახსენდა ეს ხელისუფლებას და როგორი სერიოზული პრობლემაა საერთოდ სკოლაში რომ მიიღონ ბავშვი ეხა შუა სასწავლო პროცესში. თან რამდენადაც ვიცი, დიდუბეში ეს ერთადერთი სკოლა არა, კიდე ორი სკოლაა ეს დაკეტილი, ეს ბავშვები სად გადანაწილდნენ? სად გადანაწილდნენ არის? თუ არ ვწდები, თან ერთადერთი რუსულენოვანი, რუსულ-ქართული სკოლა იყო. რუსულ-ქართული სკოლა 116. როგორ ყველა პრობლემა აღწევს წარმოიდგინე ხა ერთმანეთსგან დამოუკიდებლად გვაქვს ერთ ინფორმაცია რა და შობლები გამწარებული დარბიან სკოლიდან სკოლაში იქნებ ვინმე სადმე მიიღოს ან ჩაწყობით ან რაღაც პროტექციით რა ვიცი როგორღაც რო და აი ამ იმაში ნუ ხა ცდება ამდენი ბავშვი და ეს განათლების სამინისტრო საერთოდ ეს სისტემა ამაზე პასუხისგებელი არ არის ნუ არ ვიცი თუ ეს სკოლები არ ყოფნის ხო შეიძლება რა ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე რომ მუნიციპალური სკოლებიც აუცილებელია იმიტომ რომ ვიცით აუცილებელი კი არა იმიტომ რომ მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა იმისთვის რომ მართლაც უ დეფიციტია ბაღშიც იგივე ხდება იგივენაერად რომ თუ ვინმე ნაცნობი არ აკავს შეიძლება ნორმალურ ბაღში ვერ მოხდე ჯერ შეიძლება საერთოდ ვერ მოხდეს ბავშვი აი ესეთ სიტუაცია კი გვაქვს ძალიან ცნობილი ევროპული სკოლა იქ ამერიკული სკოლა ინგლისური სკოლა ხო ფასიანია ფასები იწყება $10,000 არა საოცარი ფასებია ვიცი $10,000 $15,000 ეს არის წელიწადში ნუ რა ვიცი ხა ესეთი ფასები თან ამ გაჭირვებაში როგორ უნდა წაიყვანოს ადამიანო თორე იქ არის ადგილები გუშინ ვეტერანთა შორის რაღაც ის ჩატარდა ქვიშის რაგბის ტურნირი და ნუ ვითამაშე რა რატო ყვები ახლა ეს ჩატარდა არც პირველად ვიყავი ლისის ტბის ზემოთ არის ბრიტანული სკოლა ხო აი ბრიტანული სკოლა რა აი ოთარ ეხა ნუ ის სკოლა ალბათ $10,000 თუ ღირს წელიწადში 15 ღირს ჩემი მეგობრის შვილი წელიწადში ხო კი წელიწადში 15,000 ხო ეგაც დავაკონკრეტოთ ხო ეხა ნუ რამდენი ოჯახ შეუძლია ძალიან ცოტას ხო საქართველოში მაგრამ რის თქმა მინდა იქ ისეთი მოწყობილი იყო დარწმუნებული რომ ლონდონში ყველა სკოლა ესეთი არ არის რა და ლონდონის საჯარო სკოლები ამის მეათედიც არ არის ნუ იმიტომ რომ მე იქ სპორტული მოედნები ვნახე და იქ შენობა ნაგებობები ვნახე და ნუ სპორტის სხვადასხვა აი რაც გარედან ჩანდა ხო ვიზუალურად ხო ნუ აი არ ვიცი რა მე თქვის რაღაც სხვა სამყაროში ვარ სხვაგანა ვარ რა და
ასე რომ ბევრია ასეთი სკოლები, მაგრამ სკოლები ხო არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ძალიან შეძლებული ოჯახის შვილებისთვის, ელჩების შვილებისთვის, ხო? დაახლოებით ეგეთი კონტინგენტისთვის არის, ხო? მაგრამ მოსახლეობა ხო არ არის ელჩის შვილი და მილიონერი, ხო? ეხლა $15,000 გადახდა წელიწადში, რამდენ ოჯახს შეუძლია? ხო, მაგრამ ასეთი დეფიციტი რო არის, თუ არის ამ ადგილების ხო შეიძლება საჯარო სკოლა აშენდეს რამოდენიმე რო დაამატონ რაიონებში, მაგრამ თავისუფალ სივრცეებს მართალია ჩვენ დეველოპერები იკავებენ სათამბჯენების ჩასაკვეხად, მაგრამ სკოლა არავის არ აინტერესებს რატომღაც, მაგრამ ჩვენ მომავალზე არ ვიფიქრეთ თან 21 საუკუნეში გლობალიზაციის პირობებში, რომელსაც განათლებას მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლიოში, ჩვენ თუ ასე მიუშვით, მე არ ვიცი, მაშინ ალბათ ცოტა ჩვენ კომპეტენციას ჩდება ამ შემთხვევაში ეს არჩევნები, როდესაც განათლების სისტემაზე გადავდივართ თლიანად, მაგრამ ალბათ ყველაზე კატასტროფული სიტუაცია თუ სამინისტროებით ავიღებთ, აი რამდენიმე წელია განათლების გაუკეთებელ. მაგრამ განათლების სისტემასაც შეუძლიათ მერიას დაეხმაროს სკოლების ჯუჯუხეთი ტრიალებს, აი მერიას რა შეუძლია გააკეთოს უკვე მან გარდა იმისა, რომ რაღაც ეს ფინანსური კვების თემა შეიტანოს, ოღონდ რაღაც პატიოსნული ტენდერებით და არა იმით, რომ ვიღაცა მომჯდარი იყოს მუდმივად და დაბალი ხარისხის პროდუქტები თუ კიდევ ამბობ რა მაგრამ უბრალოდ ეს სამინისტრო რო არის და რაც ამ სამინისტროში ხდება, არ წარმოუდგენელი რაღაცა ხდება ჩემს საქართველოში 30 წელია უკან და უკან მედის რა საშუალო სტუდენტის შესაძლებლობები და განათლება ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში კი ბევრად დაბალია ვიდრე კომუნისტურ ჩვენ დროინდელ უნივერსიტეტებში რო იყო რა ეხლა აპატია და ვიღაცა რომ თელი დღე თქვა თუ მეორე წელია ტიპს უყურებს რომ რუსთაველზეა წამოწოლილი მართლა ვიცახი რა რუსთაველზეა ტიპი წამოწოლილი კონკრეტული რა და მე ვიძახსო სტუდენტი ვარ რა და მართლა სტუდენტია ორი წელი კი არა 10 დღე რო არ მისულიყავი გამრიცხავდნენ ხო 2 წელია რუსთაველზე წევს ტიპი რა აქციაშია რა სტუდენტია თან როგორ გადადის კურსი და კურსზე ხო ეს არის აი რაღაცა ჯოჯოხეთი მივიღეთ რომ სტუდენტობა არის ფული მიიტანე შენ გადასახადი და სტუდენტი ხარ რა ანუ რაღაც აი საგანმანათლებლო ბიზნესია და არა საგანმანათლებლო მართლა რომ რაღაცა დანიშნულება ქონდეს ხო ხა მე კიდევ ვიძახი 10 რაღაცაზე რო არ მისულიყავი ერთხელ ორჯერ ვინ გამოჩერებდა უნივერსიტეტში ვინ გაგოჩერებდა უნივერსიტეტში წევს 2 წელია რუსთაველზე და კურსზე გადადის ჩვეულებრივ სტუდენტია რა თან ისეთი სტუდენტია რა უბრალოდ კი არა ლიდერი სტუდენტია რა სტუდენტი იმას კი არ ნიშნავს ბერჭყევილს და რაღაცას სტუდენტი ნიშნავს პირველში განათლებას ხო დღეს ნუ აი განათლების ფაქტორი თან ის კი რაღაც აღმოჩენას კი არ ვაკეთებ ახლა რა მომობ იმას რაც არის რა თავარია უნივერსიტეტებისთვის და თან უკვე 1000-ობით არის ხო სადარბაზოებშია უნივერსიტეტები გახსნილი მიიტანო გადასახადი წლიური რა ახლა ვინც არ არის 100%-იანი დაფინანსებით ჩაბარე და ის 100%-იანი თუ კიდე იმანაც არის სწავლოს ხო ის 100%-იანი ხო სახელმწიფო იხდის იმას ხო ანუ ინტერესი თვითონ უნივერსიტეტის ინტერესი ის კი არ არის რომ ცოდნეები გამოუშვოს უნივერსიტეტების ინტერესი არის რომ ბევრი სტუდენტი ყავდეს რომ მეტი დაფინანსება შევიდეს მათ ხაზინაში აი დაახლოებით აქამდეა ჩვენი განათლების სისტემა ჩამოსული ხო სამწუხაროდ კი ეხლა სხვა რამეს ვიტყვი რა დგანან აი ქართული ოცნება მართველი პარტია ხო დგას და წარმოგვიდგენს აი ეს ახალგაზრდა ჩვენი ახალი წევრი მან დაამთავრა დრეზდენი ლონდონი ვაშინგტონი ბიჭო კითხვა მაქვს რა რატო არა აი ერთი ბავშვი გამომიყვანეთ და დაამთავრა თბილისის სასოფლო სამეურნეო და აი ანუ იმდენად არაპრესტიჟულია რომ მართველი პარტია ამბობს რომ ჩემ უნივერსიტეტების დამთავრებული დიპლომი ხო ბავშვო ეგ დიპლომი გადახიეთ და გადააგდეთ ფასი არა აქვს ამ დიპლომს რა აბსოლუტურად ფასი არა აქვს და აი ეს შეძლებული მამიკოშვილი ანუ გარანტირებულად შეძლებული მამიკოშვილი რომ დრეზდენი და ლონდონში და იმაში შეიძლება ვერც ისწავლა რა მაგრამ იქაც კარგად არიგებენ ისე რა დიპლომებს რა ჩემის არის რა პრესტიჟული სახელებს ჩამოთვლე აი ეს აქ დამთავრებული და ერთ სერიალის მე ლონდონში ვსწავლობდი და დებილის როლშია ტიპი რა ლონდონში და თუ გასულს შუა ქალაქში ესეთი გადასარევი მსახიობია კილაძე ისა რა ქვია ჯაბა კილაძე მართლა გადასარევი მსახიობია ასრულებს სულელის როლს რომელიც ლონდონში სწავლობდა მართლა ლონდონში სწავლობდა ხო აი ეგეთი ლონდონში სწავლობენ და დაგიხედეთ ამათ გამო თამამად ვერ გვითქვია რომ უნივერსიტეტი დავამთავრეთ აქ და ხო არა მე შინია რომ მე მართლა უნივერსიტეტი მისთან ლექტორები მასწავლდნენ ნათელა ქუტელია გრივერი ფარმულავა რო ჩავდა მართლა კორიფეები მასწავლდნენ აი სერიოზული ხო ნებისმიერი ევროპული უნივერსიტეტი რო ინატრებდა ისეთ ლექტორებს ოღონდ მართლა მასწავლდნენ ისეთი ხო
ხო და ეხა ნუ არ ვიცი ეს ცალკე ტრაგედიაა კიდე რა ცოტა კი გადაუხვიეთ თემას მაგრამ კიდევ ამბობ ცალკე ტრაგედიაა რა დიპლომების რა ხარუხი რომ სხვა ჯერ ჩემი შვილი აი ჩემი ბიჭი რა ჯარჯი თოფურია რა დაამთავრა რაღაც ფინანსური ინსტიტუტი ძალიან წარმატებით ძალიან იმიტომ რომ მართლა აინტერესებდა თავის შერჩეულ ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით მოეწყო უმაღლესი ქულებით რა და შემდეგ უცბად ბავშვი რო ამთავრებს მოვიდა რომ ერთი წელიო ჩეხეთშიო სახელმწიფო დაფინანსებით ანუ დაფინანსდებოდა ყველაფერი ჩეხეთში ერთწლიან კურსეო ხო და ნუ ეხა ჩემი თავი წარმოვიდგინეთ და მეთქი რა ბედნიერია სად იყო ჩემ დროს ამ ჩემაშვილმა გადახედა და არა მამა ერთ წელი უნდა დავკარგო რაც იქ უნდა გავიარებ ყველაფერი გავლილი მაქვს უბრალოდ ჩამეთვლება რომ ჩეხეთში ვსწავლობდიო რა ანუ კურსი იყო არაფრის მომცემი თუ რა ის გავლილია რა ხო და ეხა დაახლოებით ეგეთი დიპლომების რა ხარუხი და ეხა ბავშვი ევროპაში უნდა რა რატო არ გინდა რა ბავშვი კი არა მე მინდა აგერ სიამოვნებით წავიდოდი ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რა და ესეთი თემა არის რა რავი ოთარ მოდი რა კიდე ერთხელ დაუბრუნდეთ იმას ცალკე თემაა კიდე ამ მასწავლებლების გადამზადების და ეს პრობლემა საკვალიფიკაციო გამოცდებს რომ ძალიან ბევრი ვერ აბარებს და ეს თანამედროვე მოთხოვნები არის ამ სფეროში ისეთი რომ ყოველდღე რაღაც იცვლება ეხა თუ ამას ჩვენ ფეხს არ მივყევით ნუ არ ვიცი ხა რა უნდა ასწავლოს მაშინ იმ მასწავლებელმა თუ თვითონ გამოცდას ვერ აბარებს ხო ხდები რას კი ბატონო გეთახმები უბრალოდ ეს ქართული პოხონდრიობა ხა ფილმი გვაქვს გადაღებული უდიპლომო სასიძო რა ქალს არათხოვს დიპლომი არა აქვს იმის გამო ხო ხა იმარო იმას ისეთი ის ქონდა რა დიპლომი რო აიღო უკეთესი გახდა ვითომ არ გამختარა ის უკეთესი რა აბსოლუტურად არ გამختარა ის უკეთესი და უდიპლომო სასიცოცხლოს ქვეყანა ვართ რომ დიპლომი არის ყველამ უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება არავინ არ უნდა იცოდეს მექანიკოსობა არავინ არ უნდა იცოდეს რაღაცთან რა სპეციალობას გადიან მოდი ავიღოთ რომ თქვა დიპლომატი ხო აი ოთარ ერთ-ერთი შენი მართლაო დიპლომატიური უმაღლესი სკოლა გაქვს დამთავრებული ხო საქართველოში არის უფრო მეტი დიპლომატი გამოდის ყოველ წელს ვიდრე სახელმწიფო კი არა galaktikაში პლანეტებია უფრო მეტი კბილის ექიმი გამოდის ვიდრე ადამიანს კბილები აქვს საქართველოში დარჩენილი რა თითო კბილზე 3 ის გამოდის სტომატოლოგი რომელიც აი რეალურად არც მუშაობის პერსპექტივა არ არის არც აი არაფრის რა იმიტომ რომ ეს სპეციალობები კარგად ჟღერს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯმენტის რაღაცა რას სწავლობ შვილო რო კითხავ ისეთ რამეს მეუბნება რომ ნუ აი რეიგანზე ნაკლები არ უნდა იყოს საწესით რა აი რაღაცა გაეროს უშუალოდ საბჭოს დივანი უნდა იყოს იმ რაღაცა ამ დროს უკითხავს ვიღაცა არ ვიცი რა და თვითონ ოროსანი ლექციას რაღაცას ხო ყველა ვიცითო სიყალბეა ეს ყველაფერი მაგრამ ამთავრებენ რა ხმამაღალ სათაურიან ინსტიტუტებს და ნუ აი ეს ცალკე პრობლემა გაქვს და უმაღლესი სასწავლებლის ფასებს კიდე არ ვამბობთ ეხა იქ 15-ია სკოლაში და ხო არა მაგაზეც თავს ვიკავებთ რა ოთარ გეხვეწები შენ სოციალურ პრობლემებზე განსაკუთრებული აი ხედვები ხშირ შემთხვევაში შეიძლება აი ბიუჯეტსაც კი შესაძლებლობას ახლა ბიუჯეტი ვიცით რომ რეზინის არ არის და ამიტომ თქვა ზოგიერთი იაფიანი პოლიტიკოსები ყველაფერს უპირდება რა $300 $500 პენსიებს უპირდება პირდაპირ ისე არაფერზე დაყრდნობით ესე არ საუბრობს სულ რაღაცაზე დაყრდნობით საუბრობ და აი პენსიონერებზე ხო გვაქვს რაღაცა გარკვეული მუნიციპალურ ტრანსპორტზე რაღაც შეღავათები და კიდე რა შეიძლება გაკეთდეს აი ყოველ ვიცი რომ სულ რაღაც ისენი გაქვს იდეები ხარ რაღაცას მუნიციპალურ ტრანსპორტზე ვთქვით, რომ მართლაც აი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ეს უფასო და ამის შესაძლებლობა აქვს დღეს ამ მსხვილი ქალაქების ბიუჯეტს და ჩვენ ვთქვით ასევე რომ სეზონური ტანსაცმელი უნდა კონდეს ადამიანს აუცილებლად ესეც უფასო და საკვები ну ეხლაც არის, რა თქმა უნდა, მაგალითად 45,000 ბენეფიციარია დღეს დედაქალაქში, რომელიც უფასო საკვებს იღებს, მაგრამ ხარისხი არის ძალიან დაბალი დონის, იმიტომ რომ 2 ლარიანი საკვები რა უნდა იყოს, ხო? 2 ლარი არის ლარი და 82 ანუ ტენდერით ეგრეა, ხო დათვალისწინებული ერთ ადამიანის კვება, ხო? კი, და ეს არის თავის ფირმამაც მოგება ხო უნდა ნახოს ახლა მთლიანად ხო, გასაგებია რომ ძალიან დაბალი ფასია. ძალიან დაბალი ფასია, ეს ფასი ცოტა უნდა გაიზარდოს, ასევე უნდა გაიზარდოს ქსელი უფასო საკვების მიღების აუცილებლად ტანსაცმელი ვთქვი, სეზონური აუცილებლად უნდა იყოს და ტრანსპორტი.
ეს მისცემს შესაძლებლობას იმ ადამიანს თუ რა თქმა უნდა ბევრი მათგანი დაუსაქმებელია რომ აი ამის პრობლემა როცა არ ექნება შეუძლია თვითონაც იპოვოს სამსახური მაგრამ სამსახურსაც შეეხება ჩვენ ამაზეც არაერთხელ გვითხოვს და ვიმეორებთ რომ უნდა შეიქმნას აუცილებლად ფონდი ქვეყანაში რომელიც სწორედ დაეხმარება ადამიანებს მცირე ბიზნესის წარმოებაში, შეუძენს მათ დანადგარებს, დაუქირავებს მათ ბუღალტერს, იურისტს, არ ვიცი, ეკონომისტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბიზნესის გამართვაში დაეხმარება და ისეთი წარმოებები, როგორც შეუძლია მაგალითად კალამი აწარმოოს, ქაღალდი აწარმოოს, ჭიქა აწარმოოს, პლასმასის მილი აწარმოოს და ეს ყველაფერი შემოგვაქვს სამწუხაროდ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ეს შეგვიძლია ადგილზე ვაწარმოოთ და რატომაც არა შეუძლია ქვეყანას და რამხელა ვალუტა გადის ქვეყნიდან დაუკვირდი რამხელა დარტყმა რომ არაფერს არ ვაწარმოებთ არაფერს არ ვაწარმოებთ ფული გადის ჩვენი მეზობელ ქვეყნებში ძირითადად თურქეთში აღმოსავლეთ ევროპაში ბევრგან გადის ეს ფული სამწუხაროდ და ჩვენ ეს აქ ადგილზე ამის წარმოება შეგვიძლია. ასე შეუძლია ამ ფონდს წელიწადში 4000-მდე ადამიანი დაასაქმოს, 4000-5000 თავისუფლად შეუძლია ამ მინი წარმოებების დადგმა და განვითარება და ეს ასევე ვისაუბრეთ, წამლებზე ვისაუბრეთ კიდე რა დაგვრჩა ეს ბინადმშენებლობაზე ვთქვით რომ აუცილებელია თბილისის გაფართოება რუსთავისკენ სადაც სოციალურად დაუცველები აუცილებლად მიიღებენ ბინებს მუნიციპალური ბინადმშენებლობა უნდა განვითარდეს ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში საფრანგეთშია, ესპანეთშია, რა ვიცი, ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. განვითარებულშიც და არც თუ ისე განვითარებულებში. არც თუ ისე განვითარებულებშიც. ამიტომ მაგალითად მხოლოდ დედაქალაქში ყავს ასეთი უსახკარო 100,000 ადამიანი, წარმოიდგინეთ, რომელიც ცხოვრობს მიტოვებულ კორპუსებში, პადულებში, რა ვიცი, ქირით და რაღაც 1000 უბედურებაა. ან რა სიტუაციაც შეიქმნა ხო ხდები ხო ნახეთ ვიღაც დეველოპერს დააინტერესა თვალჭრილის ქუჩაზე აეშენებიათ სათამბრჯენი და იქ მცხოვრები 200 ოჯახი გამოყარეს რატო არ გამოდიან ეს ხალხიო 300 ლარს აძლევენ ამ ქირაში რომ იქირაოს ადამიანმა 300 ლარად თუ მალხას თუ მეტყვი თბილისში ერთი ოთახიანი ბინის რომ ქირაობა მაინც თუ შეიძლება ხო ნუ არ ვიცი რა არის ეს და მე უკვირს ამ ხელისუფლებას რატო არ გამოდის ეს ხალხი თან ეს კორპუსი არ იყო ამჯერად ავარიული უბრალოდ იქ რაღაც სერიოზული განაშენიანება დაჭირდა ვიღაც ბიზნესმენს და ამიტომ გამოყარეს ეს ხალხი ესე არ უნდა მოექცე ხო საკუთარ ხალხს მით უმეტეს არჩევნები რა ვიცი ხმა გინდა ამ ხალხის და მხარდაჭერა გინდა და ესეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა საერთოდ უნდა დაასრულდეს ეს გამოსახლებები რანაირი გამოსახლებაც არ უნდა იყოს თუნდაც ბანკის ვალი კონდეს თუ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიცვალოს ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს აუქციონებზე ამ ხალხის ქონების გატანა ნუ ეს არის რაღაც ერთი დიდი უბედურება რაც საქართველოს კომერციულმა ბანკებმა დამართეს ჩვენს მოსახლეობას დამატებით კიდე ხელი შეუწყო ამას ჩვენმა ხელისუფლებამ იმაში რომ გამოსახლების უფლება აქვს და ამ ქონების აუქციონზე გატანის უფლება აქვს ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს ვითარება პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა რომ ჩვენ ხალხს მივხედოთ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ ესაა ჩვენი როგორც პარტიის პოზიცია და ამ პოზიციას დავიცავთ ბოლომდე გაიხარე ოთარო ფაქტიურად ჩვენ საუბრობთ მართლა ისეთ თემებზე რომელიც არ არის დღეს ახლა მაგალითად რომ ახსეც არ უნდა გადართვა პოლიტიზირებული თემებია სავიზო მიმოსვლა გაერო რა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა რას აკეთებს პუტინი და რას აკეთებს ვლადიმერ ზელენსკი მაპატია და ადგილობრივი არჩევნებია რა ანუ ეს ზეციურ თემებზე საუბარს ამ შემთხვევაში და სოფლიო მასშტაბის თემებზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს მოსახლეობას ველაპარაკებით ამორჩევს ველაპარაკებით იმ ენაზე რაზე შეგვიძლია ხელი მიგვიწვდეს ახლა კონსერვატიული სახეების მიღება ის პოზიციის დაჭერა რომ იცით ჩვენ ვაპირებთ აი ესეთი გლობალურ გარღვევას რაღაც იქ ამერიკაში მკვლელობის დაგმობა ამ დროს არ არის ამის დრო რა მოდი რეალურობაზე ვისაუბროთ აი კიდევ ამბობ რა
ნარკოტიკების თემა სერიოზული პრობლემაა, ხო? ძალიან სერიოზული პრობლემაა. ვთქვათ, ერთი მოწინააღმდეგე პარტია ყავს, რომელიც ამ ლეგალიზაციაზე რაღაც სიგიჟეებს იძახის, ხო? გადავირიე. მეორე რადიკალიზმია, ეხა მოდი ოთარ ჩვენ პრობლემა არა გვაქვს, კარგიც დავინახოთ და ამას ყოველთვის ვაკეთებდით და ვთქვათ, ეხა რომ დაიწყო ნარკოტიკების გამსაღებლებთან აქტიური ომი. მეთქი ომი დაიწყო უკვე ისეთი იმდენი რაოდენობის ადამიანის და ისეთი რაოდენობის ნარკოტიკები ამოიღეს, ხო? ძალიან მიხარია. ბევრი რაღაცა გაუგებარია, მაგალითად ხა ცოტა სახალისოთ ვიტყვით, ჩემმა მეგობარმა თქვა, დღეს 100 ქარხანა შეგვიდეო და კაცმა ერთი ქარხანა აშენაო და ისად დაიჭირესო კანდელაკს. 100-დან მარტო ერთი ქარხანა აშენდა და ისად დაიჭირეს აწევი რაღაცა აშენებს, ხო და არაფერი, ძალიან ცუდია რომ ის რა კარგად თქვი, მგონი ბურჯულაძე აერიათ არა რომ სხვა ბურჯულაძე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაიჭირეს, მაგრამ ისეთი ბრალდებები წარმოადგინეს, რომ მე მართლა თვები რომ ქონდა ყალზე დამიდგებოდა რა ისეთი წარმოუდგენელი რაღაც კორუფციული სქემებზე იყო ლაპარაკი. ხა არ ვიცი უდანაშაულის პრეზიდენტი არის თუ დაუმტკიცდება, მართლა უმძიმესი დანაშაულია და მიმაჩნია რომ აი კორუფცია ხო თავისთავად სიბინძურია, მაგრამ ჯარის წინაშე ჩადენილი კორუფცია 10 მაგაც სიბინძურია, ოთარ აი დარწმუნებული ვარ, ეს არის კიდე ზღვაში წვეთი, რაც კორუმპირებული საქმეები არის დღეს ქვეყანაში ყველა სფეროში. ჯობრის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ეს არის კიდევ ვიძახი რა, აი კორუფცია თავისთავად უდიდესი ბოროტებაა, საბიუჯეტო კორუფცია, მაგრამ აი არმიას რო ადამიანი მოპარავს, მე ეს ადამიანს უბრალოდ რა ვიცი, მე ჩემი შეგა ეს არმია ცოტა ისეთი მტკივნეული თემა არის. სწორია, პირველ რიგში არმიას ურტყავს, რა თქმა უნდა, იქ მოპარული და საერთოდ კორუფცია ქვეყანას და ქვეყანას ფეხზე წამოდგომის და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს ასეთი სიტუაცია. რა ვიცი, აი ოთარ, ეხლა შევსაუბრობ, ზუსტად ეგ მინდა ვთქვა, თუნდაც ის დანიშნულება გვექნება, რომ აი კორუფციაზე არასოდეს არ შეგვეშინდება და ხმამაღლა ვისაუბრებთ. ვინც არ უნდა იყოს, რა პრესტიჟულიც არ უნდა იყოს და ბიჭო, იცი, კაი ბიჭი არ მაინტერესებს. როცა ჩემი მქონდა, როცა პენსიონერი იძარცვება იმის კაი ბიჭობა და იმის მერსედესი მაპატეთ და იმის რაღაც აღარ არის საინტერესო, ხო? აღარ არის საინტერესო იმის შესყიდვები და ის სადღაც დაგპატიჟებს, არ უნდა დააპატიჟებს თავი და არ მოგეხსნება და დღეს კიდევ ამბობ, ოცნებაში არიან ძალიან გადასარევი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვალდებულები არიან რომ რაღაცებზე თვალი დახვეწონ. მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი თვლის რომ რახან კარგ თანამდებობაზე მოხდა, უნდა მოიპაროს აუცილებლად. ეს დაავადებაა. ეს მოურჩენელი დაავადებაა და ერთადერთი წამალი არის პასუხისგებაში ვიცი, მეტი წამალი ამის არ მოგონილა, არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ ეპოქაში. არ მოგონილა, ამაზე პასუხისგებლობის გარდა მეტი წამალი არ არის. ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ და კიდე ერთხელ დაათაშერ მოუწოდოთ ჩვენ ამომრჩეველს და ზოგადად ამომრჩეველს ხმა მოგცენ, შემოხაზონ 8 ნომერი და 10 წუთის შემდეგ ოთარის გარეშე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით და გაგრძელდება ჩვენი გადაცემა. დროებით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად.